მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ბორჯომში, მივდივართ კახისის ტბაზე. გვაქვს ძალიან მშვენიერი ამინდი გარეთ, ცოტა ნიავი არის და იმედი გვაქვს, რომ დღეს ამინდი გვაცდის, რადგან ხვალ ძალიან დიდი წვიმა არის გამოცხადებული ამ ტერიტორიაზე. მივდივართ დღეს მე და ქეთი და მიგვაქვს კიდევ ნავი, რომელიც აქ გვიდევს. დიდი ნავი გვაქვს გასაბერი 5 ადგილიანი, აქამდე არ გვიცურავია და ეს იქნება პირველი ტესტ დრაივი მოკლედ ამ ნავის. ახლა კი დავიძროებით, საბურავები დაშვებული გვაქვს და შემოგთავაზებთ ლამაზ კადრებს. მართლაც რომ გუდრიჩის საბურავები ატეები ტალახში არ ეჭიდებაო. ყველა ტალახიდან დავძარი დღეს სადაც გავაჩერე მიზანდასახულად არცაც ჩქარა არ გამიულია, დავდივარ ნელა. ვითომ ლამაზი კადრებისთვის, მაგრამ რეალურად ნელა გავლისას დიდი ალბათობაა რომ გაიჭედები, მაგრამ ყველგან იძრება, აღმართზეც კი. ტრაქტორივით ვერ თქვის რა თქმა უნდა. მოკლედ ამოვედით კახისზე და ჯერჯერობით კემპს ვერ ვშლით კარავს და გავშლით ნავს და გავალთ წყალში. იმედია ყველაფერი კარგად ჩაიდოს, იმიტომ რომ პირველად ვართ ნავით და არ ვიცით როგორი იქნება. მეორე ესეთი? ნაცრისფერი. ახლა იმედია შიგნით. გიო. ვიპოვეთ. ეგ არის. პირველად ვიწყებთ პირველის დაბერვას, ხო? სულ არის 3 განყოფილება, დასაბერი, შუა და 2 გარეთ. ეს არის თოკი. მე პირადად არ ვიცი. საერთოდ რისთვის არის საჭირო, რისთვის უნდა გავუკეთოთ, მაგრამ რა თქმა უნდა გავუკეთებ. კი, რისთვის არის ეს თოკი? რომ მოიჭიდო რამე. მოკლედ, ასე გამოიყურება ჩვენი რა ქვია ნავი. ძალიან დიდია, 6 კაციანია. და უნდა შევიდეთ ტბაში. იმედია რომ კარგად ჩავდეს ყველაფერი, მე ძალიან მეშინია. რომ გონია რომ შეიძლება გადავარდეთ ან ჩაიფუშოს. მოკლედ წავედით. ძალიან კაი გარემოა. ცოტა ადრე რომ ამოსულიყავით, გონია რომ აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნო იქნებოდა. წეში ხა უკვე ჩადის იმდა და ცოტა მე პირადად დამცივდა და მგონი კლედი უნდა შევამეტანო. არა უშავს. ესეც მეგონავს. დამაზი გარემოა. ნავიც ძალიან მაგარია. აქედან არც ვიტყოდი, აი აქ რო პატარა ის ძრავი მქონდეს, ეს დავშდეგოდი დიდულად. შემოვართავდი, მაგრამ ძალიან კაი არის. ესე 2 ადამიანი თავისუფლად ვართ. არანაირი პრობლემის გარშე და ამასობაში ზე ჩავიდა, შეგიძლია აჩვენო. შორია და არ ჩანს. მოკლედ არ მეგონა ესე ნავი თუ გამაბედნიერებდა, ძალიან დიდი ხანია მინდოდა, რაც იდეაში მანქანა ჩამოვიდა და სულ ვდებდი ამას და ძალიან კაი საჩუქარია.
აი ჩემი ძღოლი დღევანდელი მაკატავებს მე კიდევ აი ესე ზივარ და აგერმა ქოლუდი და კატავობთ ესეთი ლამაზი ხედით ჩემს უკან უფრო ლამაზი ხედი არის მოკლედ ეს ცოტა ხანში მზე რო ჩავა უკვე აგრილდა ავალწევით ამას დავკეცავთ და უკვე მანქანის გაშლას დავიწყებთ დრონის კადრების გადაღება გვინდოდა რაღაცები გადავიღეთ მაგრამ ცუდი გზა რახან იყო ქეთი არ დაჭდა საჭესთან იმიტომ რომ ეშინია და დრონით ვერ ვიფრინე ну კი ბატონო ხო ამიტომ ჩვენს გვინდა რომ ბევრი ლამაზი დრონის კადრი გადავიღოთ მაგრამ ეგეთი გამოცდილებიც არ ვართ რომ ესე ხეებს შორის დრონი ვატაროთ და მოკლედ საჭე უნდა გავცვალოთ და ქეთი არ არის გამოცდილი მანქანის ტარებაში მაგრამ ნელ-ნელა ვარჯიშობს ამიტომ ასე იმედია შემდეგ ვიდეოებში უკვე უფრო მეტ კადრს შემოგთავაზებთ დრონის და უკვე კარვის გაშლიდან შემოგიერთდებით შენ გაბრალებ. ხო. აქეთ გამოვარ, კაცი შევავშთ. ჯერ იძახს მემაბრალებ ყველაფერს. ეს ყველაფერი გადავიღეთ და კიდევ კაი კამერა შევამოწმე, არ იღებს მეთქი და არა იღებს. ამერ არ იღებს და. თქვი აბა 1-2 სიტყვა. ბოდიშ. მაგრამ დრონის კადრები გვაქვს, მაგრამ ხმა არ ჩაგვიწერია. ორჯერ გაქვთ უკვე ნანახი ამის გაშლა, ასე რომ მომჯერად არ აუშვებს. თავია ეხა ამის გაშლა ნახოთ. გაჩვენოთ, ეს არის ჩვენი ოთახი და პირველად ოთახში გავშლით ჩვენს ბუხარს, რაც არა გვაქვს აქამდე გაკეთებული და გვინდა გავტესტოთ. ხო, ცოტა საშიშია. შეიძლება არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ კეთის ეშინია ბევრ რაღაც. ნავითაც ეშინოდა, მაგრამ მე ძალიან გაუთამამდა. ეხა მინდა რომ მალე გავშალოთ, იმიტომ რომ ზეჩადის და ცოტა ლამაზი ფერები არის. ეგ არის. დავიწყეთ. მეკეთება რომ დავაფიქსირო როგორ მიჩქოლა ხოლმე. გავშალე. ოკეი, კაი. მე თავიდან დავიწყოთ თუ ბოლოდან? თავიდან. ხო. ჯერშლით ფეხებს. საერთოდ გიორგი მткоმარ გიორგის ხმას ვერ გაიგონებთ. დავიწყეთ. ჩემი ყველაზე საძულველი საქმიანო. ყველაზე მეტად არ მიყვარს ოთახის გაშლა. იმიტომ რომ ძალიან რთულია. ჩემთვის. დაჟე იმის ნავის გაბერვა უფრო კარგია ვიდრე ოთახის გაშლა. აი რა ატრაკებს. კეთი ატრაკებს და უხარ. ამ ოთახს მოყვება ესეთი სოლები, რომლითაც დავამაგრებთ უი, გადამივარდა. დავამაგრებთ კედლებს, რომ ქარს გაუძლოს. უკვე ძალიან ცივარ და მეგონა რომ დღეს დიზელის ფოში არ დაგჭირდებოდა, მაგრამ მე უკვე გამიყინე. ზე როგორც კი ჩავიდა, მაშინვე აცივდა მოკლედ და ეხა უცებ გავშლით კარავს, დღეს არაფერი არ გვიჭამია დილისფერე. უკვე რომ საათია 9:30-ია და 9:30-ია და ცოტა ქვია და კით კოცონს დავანთებთ და გემრიელად ვივახშმებთ. ახლა შევალთ შიგნით და გაჩვენებთ როგორია შიგნიდან ჩვენი ოთახი. მე უნდა დავანთოთ ღუმელი და ცოტა
გავთბობთ კიდეც. ცოტა დავიღალეთ. ოთახი გადავაწყეთ და კარები აქეთ გადმოვიტანეთ. სამი კარი გვაქვს აქ ერთად გაერთიანებული რა, იმიტომ რომ იქით არ გჭირდება, იქით არის სამუშაო ადგილი. აქეთ იქნება ცენტრალური ადგილი. მეორე მიზეზი იყო, რომ ესეთი რაღაც ფეჩის სამაგრი გვაქვს. არც ერთხელ არ გაგვიტესტე, ერთ-ერთი სიმხურვალეზე გავტესტეთ და მუშაობს. ამაზე არ ჯდებოდა, იმიტომ რომ ეს ზმეიკა აქვს მარტო ერთ მხარეს და ჩვენ გვჭირდება ორიანი, ანუ 1-2. ეხლა ამას დავაყენებთ და დავიწყებთ ფეჩის გაშლას. ხო, 10 წუთიანი წვალების შემდეგ ესე გამოიყურება ჩვენი სამაგრი. საკმაოდ მარტივი არის, ანუ აქ გარედან აქ ესე წკებ გაჩვენებთ, ალბათ ჩავსვავთ კადრს გარედან როგორ გამოიყურება. ძალიან კაი ვქენით, რომ ოთახი გავშალეთ, იმიტომ რომ საკმაოდ აგრილდა და წამოვიდა ქარი, კედლებს დააკვირდებით, ძალიან დიდი სხვაობა არის. ეს სულ რო ეხა ფეჩი არ ჩავრთოთ დიზელის, ან არ გავშალოთ ეხა ეს შეშის ფეჩი, ძალიან დიდი სხვაობა გარეთ გასვლასა და შიგნით შორის რაც ხდება ტემპერატურის მიხედვით. და კიდევ გვაქვს თერმომეტრი, რომლის გატესტვაც გვინდა. რაიმე სხვაობა იქნება თუ არა ტემპერატურის. დიდად ვერ იქნება, იმიტომ რომ ესეთი პრობლემა გვაქვს გერმეტულობის რა. მაგრამ გვერდზე რო ვიჯდეთ, საკმაოდ კაი იქნება. მოკლედ ეხლა ჩემს ეს გერმეტულობის პრობლემაც მოგვარებადია, სხვა დროს უკეთესად თუ ავიდა. ხო, იდეაში ანუ პრობლემა ის არის, რომ ეხლა მაგალითად ესე გვაქვს დანომრილი 3-2, ანუ კედლები გადავანაცვლეთ, აქ უნდა იყოს მეორე კედელი და ეს ორი ზოლი ნიშნავს, რომ ფეხებში უნდა იყოს გაჭედილი. ეს ესე მოვიფიქრეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს გადავანაცვლეთ, კარი აქა გვაქვს და აქ სამი ფანჯარაა. მე ერთხელ ავიღებთ და ერთხელ წესიურად უცდით ამ ყველაფრის მორგებას და გასარეცხი არის ეს მთელი კედლები და მაგრად გვეზარება. იმიტომ რომ ძალიან ხათაბალა იქნება ამის გარეცხვა. აი, დავიწყოთ ფეჩის გაჭრა. ესე დადგა ჩვენი ფეჩი. ცოტა სიმაღლის დაწევა მოგვიწია, მაგრამ რა, კარგად დადგა, სკამი და მაგიდებიც აქეთ დავაყენეთ. აქეთ წყალი გვაქვს ქეთის უკან. რომელიც ჯერ არ დავაერთეთ და ჩვენი ნავიც დავკეცეთ სიგნალეში, მაგრამ რაღაცნაირად დავკეცეთ. ეხლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება გარეთ. ესე გამოიყურება გარეთ. რამდენად ჩანს არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ესეა რა. მოკლედ ამას ვაცხელებ, რომ სითბო მაიტანოს ბოლი და აქეთ არ წამოიღოს და ცოტა ვაცხელებ მოკლედ რა და მე აქეთ უფრო მარტივად. აქეთ შრალი სპირტი დევს და წავა ბოლი. საჰაერო წღია გვაქვს. მოკლედ დღეს გვექნება ახალი კარტოფილი კამით და კიტრპრომიტრის სალათით მარტივი კერძი გვაქვს დღეს. ცოტა ბოლია, იმიტომ რომ ღუმელი გვაქვს დანთებული. და ღუმელზე რას ვაკეთებ? ღუმელზე უნდა მოვხარშოთ ჯერ კარტოფილი ცოტა, რომ მე მარტივად შეიწვას, სწრაფად რო შეიწვას და უფრო დაბრაწული რო იყოს. ძალიან მარტივი კერძი გვაქვს, ვერაფერს ვერ ვიტყვი მე მგონი. ხო, და კიტრპრომიტრის სალათი ესეც მარტივად. გავრიცხოთ ახლა კარტოფილი და შევუდგეთ საქმეს. სანამ კიტრპრომიტრის სალათი მოვამზადეთ, იმასობაში კარტოფილი ადურდა და მოიხარშა თითქმის. ამიტომ ახლა გავაცხელებთ ტაფას და შევწოვთ უცებ. მოკლედ ქარია ცოტა ნიავია გარეთ აგრილდა, მაგრამ ფეჩი საკმაოდ კარგად გვათბობს მართლა. ცოტა პატარა იაღლიშივით მოხდა 9 საათის წინ
კახისზე, სადაც ვიმყოფებით, აი აქ პირდაპირ სადაც დგას ჩვენი მანქანა და სადაც გვაქვს გაშლილი ტენტი, შემოგვივარდა სამხიდიანი. ნუ ხმა გავიგეთ, მაგრამ ვერ მივხვდით რამდენად ახლოს არის, ჯერ ხმით ვერ გავარჩიეთ რა მანქანამ ეს საერთოდ ბაგი მეგონა. მერე აი აქ პირდაპირ მოგვიყენა სამხიდიანმა ტელეფონით ვიდეო გადავიღე, ალბათ ჩავსვა ვიდეოში ვერტიკალური იქნება, მაგრამ რა ვქნა. და ავიდა ზევით აქეთ. ხე ეგდო მოჭრილი, მაგას გადაუარა. მერე ცოტა ხნით გაქრა, ხო, დიდი ნაძვი ეგდო რა. მან დედან ავიღეთ რაღაცა რაოდენობის შეშა. და მერე ჩამოვიდა ჩვენთან დაბლა, პირდაპირ ჯერ კი ნაღამ დაგვეჯახა. მერე ჩამოვიდა დაბლა, გააჩერა პირდაპირ აქ, ჩაუქრა ეს და დიდხანს ცოტა ხანს ვერ ქოქავდა მოკლედ. მარტოები არ ვართ თან აქ გვერდზე, 3 მანქანა არის. ბევრი კარავია, რამოდენიმე ოჯახი არის რა. ეს ხალხიც ისვენებს თავისთვის წყნარად და ყველა შეგვეშინდა, მით უმეტეს იმათ შეეშინდა, რომ ანუ აქ ჩვენთან ახლოს მოვიდა და არ დაგვარტყას და გადმოვიდა. ისე ლაპარაკობდა თითქოს ქართული ენა არ იყო, მაგრამ რეალურად ქართველი იყო, იმიტომ რომ კითხა ქართველები ხართო. ძალიან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო ორი ადამიანი აი ამ სამხიდიანით. მერე ჩავიდა რაღაცა წრეები არ ტყეს და წავიდა. ქეთიმ წერან თქვა რომ გასაუწიეო. და გასაუწიე. Starlink-ი გვაქვს დამაგრებული. Starlink-ი არ გვიჩვენებია ჯერ. ცოტა ბევრი ხალხი იყო, მერე ნავით ვიცურავეთ და ვეღარ მოვასწარით, ხო, დაგვიბნევდა. თან აი ამ ტენტის გადაწყობაში და ფეჩის დანთებაში და დათქმაში სწორად რო წავიდა. მაგრამ აუცილებლად გაჩვენებთ როგორ დგას Starlink-ი. ჯერჯერობით ესე კუსტარულად არის დაყენებული, ამ კაბელი გვაქვს გაჭიმული, კაპოტზე გვიდგა Starlink-ი და უკან არის დაერთებული და მერე დავაყენებთ კაპიტალურად სახურავს. ასე დაგემშვიდობებით და ხვალდილით შევხვდებით. იმედია რომ დილა და წვიმიანი არ გვექნება და მოვასწრებთ რაღაც კადრების გადაღებას და წყნარად ჩავლაგდებით, იმიტომ რომ წვიმაა გამოცხადებული და ხანძიერი. ხო, ცივა და გზა იმედია რომ ნორმალური იქნება. მოკლედ ვემზადებით ძილისთვის ჩვენი პატარა ფარის ჩაქრა ვალაგებთ ნივთებს და ხმით ალბათ მივხვდებოდით, რომ მაგრად გაწვიმდა. პროგნოზი რომ ვნახეთ წვიმდა მხოლოდ ხვალ, მაგრამ როგორც ჩანს, ახლაც წავიდა წვიმა და სავარაუდოდ მთელი ღამე იწვიმებს. იმედი გვაქვს, რომ ხვალ ჩეპეს გარეშე ჩავალთ. ამასობაში ჩვენ ფეჩიც დავაყენებთ. მოკლედ წავედით დასაძინებლად და ვნახოთ რა იქნება დილით. დილამ მშვიდობისა, დავაორთქლე ეგრევე კამერა. ჩვენთვის ძალიან ისეთი წყნარი დილა არ არის. იმიტომ რომ მთელი ღამე წვიმდა. ეხლა არის 9:35 წუთი. ჩავბარგდით მთლიანად. 4 მანქანა ვართ და შევთანხმდით ღამე რომ ერთად გავიდოდით და გადავწყვიტეთ რომ ადრე გავსულიყავით, იმიტომ რომ ძალიან მაგრად წვიმს. უნდა გავდივართ. კოლონაში არის ერთი Wrangler-ი, კიდევ ის დადგება წინ კოლონის. არის 2 Subaru, არა ეს Subaru არ არის, მოკლედ 2 ესეთი მანქანა, ერთი Crosstrek-ი არის. და ჩვენ დავდგებით ბოლოში, ჯამანბარი გვაქვს და რო რამეა ვიღაცას გამოვკაჩავთ. მოკლედ გეგმა ესეთია და იმედი გვაქვს რომ მშვიდობით ჩავა. იმ საოცრად. ხლა კიდე ნისლი აღარ არის. დილით იყო, როგორც კი გამოვიდეთ, ძალიან ნისლი რა.
იმედია მშვიდობით ჩავთ. სუსველები ვართ რომ გავიღვიძეთ და ეგრევე ავხდით რომ წავედით, იმიტომ რომ ძაამაზე უარესაც წვიმდა. ახლა კიდე რომ გამოვედით ზუსტად სანამ კარვიდან ოთახამდე შევაღწიეთ, უკვე აზრი აღარ ქონა, ეხლა აი პიჟამოებში ვარ და სველია ეს პიჟამოები, მაგრამ ოთახი მუშაობს 10-დან 10-ზე, ანუ ის წყალიც უკავია წონა რაც აქვს და პერიოდულად ხორის ძირი სრულიად შრალი იყო, არც ჭყლაპი არაფერი არ აქვს. მოკლედ მაყოფილები ვართ. ახლა ერთი რაც არის რომ ისეთი მაღალი წყალი არ დაგვხვდეს იქით რომ ყვინთაობა მოგვიწევს. იმედი გვაქვს რომ არა მე მგონია რომ არ მოგვიწევს, იმიტომ რომ ეგრე ძალიანაც არ წვიმდა რა. ხო, თან ძალიან დიდი ხანი არ უწვიმია, დაიწყო დაახლოებით 7-8 ნახევარზე, ხო? მერე რომ მივხვდით რომ წვიმდა და გავეგვიძეთ. ხარი 9-ის ნახევარი. ნახევარი საათი დავჭირა, ჩასვლა 8-ზე გავეგვიძეთ ზუსტად და მერე კარგად ჩავდის ყოველთვის. კადრებს აუცილებლად განახებთ. მე კიდე მოვაწოდე მანქანა იმისთვის რომ დავიდეთ ტალახებში. ბიჭები გადავიდნენ, ერთი მანქანა გაიჭერდა უკვე იქით წინ. და ვრანგლერი მეორე არ ჩანს. არ ვიცი, იმედია ჩავალთ აქედან. ჩავაბეს ჯალამბარი და ეხლა და ამოწიან. თემს უმეტებს ქარმიცა უმატა და ჩვენ კიდე ერთი პატარა მოგოთი გავიარეთ ჯერ გაიჭედა ეს მანქანა ჯერ პირველი მარჯვენა და მერე ვრანგლერიც და ვრანგლერი ამოვიყვანეთ ჩვენ. მოკლედ ახისისკენ გზა მარტივი არ არის თუ ნაწვიმარზე მოდიხარ თან წვიმის. ჩვენ შემთხვევაში ორივე ერთად მოხდა. კარგი კომბო იყო რა. აი კომბო შეხედე რა. დაგუბებულია სუწყალი. რას მოვდი? მე მგონი გუშინდელი პროგნოზი მომავნახე. და სწორად წამოვიდა წვიმა 12-დან. დაცხა ცოტა, ხო? და 6-ზე, 7-ზე, 8-ზე მორჩა. და შეხა გამოვიდა ამინდი. ვა რა გინდა შეხედე ამინდი გამოვიდა. ეხლა ჩააჭიროს ცოტა მოაშრობს და გავივიდა. შო მეტი აღარ მიხვიდე გიო უკან. შემიკაი. ახლა საშინელიც და არ ვიცი ეს იყო ბოლო ადგილი გუშინ მიდიოდი სადაც მარტივად გადავედით და იქ კიდევ უფრო ცუდი გზა. არ ვიცი რა გვეშველება. რავი, რაღაცნაირად გადმოდით. იქ ხوار ვატყიანებს საბურავებს ნუ აჩალიჩენს, იმიტომ რომ მიმართულებას უცვლის და მე გამოვალ. რამდენი ხანი გავიდა? წეღან რო გადმოვედი ნახევარი საათი ვიყავი ცოტა მიღები და საათ ნახევარი კი არა, რომელიც 9-ის ნახევარზე დავიძარით, ეხლა არის 11-ის ნახევარი. და ჯერ ძალიან კაი ტემპით ვიდივარ. ახისის ტბიდან 1 კილომეტრიც არ გავწდი.
ერთი ამინდი გამოვიდა, აგერ გაჭედილი ერთი მანქანა. ბიჭები მოვიდნენ დასახმარებლად. გზა დამოდიოდნენ და ეხა ამოყავთ. გავიდა ჯერჯერობით 2 საათ ნახევარი გამოსვლიდან. და გავიარეთ არც კილომეტრი არ გაგვივლია. ნუ მადლობა რომ არ წვიმს რა, მაგაზეც მადლობლები ვართ. და იმედია რომ არ დაიწყება, თორე უფრო გაგვიჭირდება. ძალიან კარგი გამარჯობა მაქვს. ლამაზ. მოგივასოთ. არის საშინელი გზა. საშინელი გზა. ეში ვრანგლერით მე მგონია რომ ჩვენი თუ პრობლემებს გადავაქვს. ვრანგლერით პრობლემებს გადავიდებით მანქანა, მაგრამ დაბალი ოდნავ დაბალი მანქანას უკვე დაბალ მანქანას უკვე უჭირს. წვიმდა სიცივე იყო და ახლა ისეთი სიცხეა რომ ძალიან ცხელა. მოკლედ, ცოტა პატარა მონაკვეთი არ გაგვივლია ეკლესიას გავწდით. გამოვიდა მანქანები. წეროს ტბას გავწდით, ხო? წეროს ტბას გავწდით. რამდენად ჩანს აქედან არ ვიცი ნისლი წვება. მოკლედ, იქიდან არის გადმოსახედი აღმართი. იქიდან ჩამოვედით და ავდივართ მე და ქეთი სულ. მაგრამ ბიჭები მოვიდნენ იქიდან. რაღაც შემოსავლითი გზა არის და ბევრად მარტივია, მაგრამ დიაგონალები არიან. წინ ერთი ვრანგლერი მიდის, ამ ორ მანქანას შუაში ვაყენებთ და მერე უკვე ჩვენ მოვდივართ, რომ რამეა უკან გავწევთ, თუ რამეა შემოულით, იმიტომ რომ საკმაოდ თამამად დადის მანქანა ამ ტალახში და დიაგონალებშიც. მოკლედ ეს კადრებს კიდევ ვიხილავთ. მოკლედ, ეს ლამაზად გამოვიყურები, დღეს ესეთი აუთლუკი გვაქვს. აუთფიტი. მოკლედ, დღეს ესეთი აუთფიტი გვაქვს. აი ესეთი ლამაზი, მაღალქუსლიანი ბალენსიაგები არის, გახილოთ თეთრი. დავადექით დაღმართს, აღმართზე ამოვედით იქ მანქანა არის ვრანგლერი ორკარიანი და აქ გონდიდა დარჩენს. აქედან ჩაუშვით ფორდი მარჯვენა ტრაექტორიიდან ეს ჩავიდა მარცხნივ და არის კალია რა, ძალიან ღრმა და ეს არის მე მგონი სტოკი. მუცელს დებს. ნუ ეს პატარა მანქანები რო გაგვიშვა მით უმეტეს აზრი არ ქონდა და შემდეგ Subaru-ს გავუშვებთ მარჯვნიდან. შენც მარჯვნიდან ჩავდი. ვფიქრებთ რა, თუ რამეა მე ჩავალ, იმიტომ რომ კლირენსი უეჭველი მეყოფა ჩასასვლელად. აუ, ძალიან კმაყოფილი ვარ მანქანით, გადაცემებით მით უმეტეს. ერთი ბლოკები რატო არ ირთვება, ვერ ხვდები და მოვალეთ, ცოტა ხელი აქვს შესავლები, რაზვალი გაგვიქცე, ესენი გავია საჭირო. ჩამოვიდა ყველაზე რთული გზიდან, არ ვიცი აქ რამდენად ჩანს. არ ჩანს აქ არაფერი რთული არ იყო. დიდი ქვა იყო 2 წალი და შუაში მოვა. გაგვეჭედა პროსტრეკი. პროსტრეკი გაგვეჭედა. სად ვართ არ ვიცი, მაგრამ სამშვიდობოზე ალბათ მალე გავალთ რა. წესით. იდეაში სერპანტინამდე არის რთული გზა, დალში რა უნდა დაგდო. მთელი გზა მიწოლა, დავით ჩამოვიყვანეთ მანქანები რა. მარა გაუჩერებელი ხალხია რა. სადმის არ აძლევენ და ძალიან გასართობია რა. ეხა კივინანეთ რომ აი რატო არ დავრჩით, გამოგვეძინა და დაგველოდა სანამ წვიმა გავიდოდა ტბაში ჩავსულიყავით, მაგრამ ბევრად დიდხანს დავახარჯავდით და იდეაში გავერთეთ. ეხა მე ამას ავიღებ და ლებიოტკით გამოვიდა. აჰა, შენ ეს. აი იქამდე დაგ ჩასვლა ქეთი. ტრაქტორამდე და მორჩა. უი რა კაია. მოკლედ იქით დგას ტრაქტორი, არ ჩანს ძალიან ვაიდლინზა. და მე უკვე დაღმართი გვეწყება. ჩვენ კი ცხენებს გადავუღებთ. კი, კი. რომელზე გობია? ცოტაც. ეგარი.
მიდი გიო მიდი ეგარი გიო ესე წამო ესე აიღე კარგი ხარ აჩა გელი ხარ აუф გიო აუ არა ყირავდები როგორ არ გადაყირავდება უკანა საბურავი ჰაერში გაქვს გიო ჰაერშია უკანა მარჯვენა საბურავი იქიდან რომ მოვა და უკნიდან მოგა მიდი ნერვიულე შენ მაშინებ ხოლმე უბრალოდ გიორგი აი ნახავ კადრებს რამის ჩავალ ერთი მანქანა დარჩა იქიდან რა და გავედით ეგ და ეს მონაკვეთი აგია კამერაში კარგად ჩანს ჭაობირო არის სულ და მე გვეწება ზიგზაგი ქვიანი მიწა ბალახები ხო და ერთად არის ხო გონი აქედან უნდა მივაწვეთ აია გასვა მიდი აქეთ შო ეგა ინტერესო ეპიზოდი იყო მეც გამოსtildeება მივიღე და ბიჭებმაც გამოსtildeება მიიღეს დარწმუნებული ვარ და მანქანაც გამოცადა მანქანა გამოცდილი არის პირველადი არა სხვათა შორის დადაბლებით ამდენი ხანი 5-13-ით აქამდე უბრალოდ საჭიროება არისო ამისი მე ძალიან კმაყოფილი ვარ რაღაც ნიუანსები არის ბლოგს ვერ ვთავ რაღაცეები ткаცუნებს მანქანას თბილისში ჩავიყვანთ გავრეცხავთ და შევხედავთ როგორი იქნება და დავრჩა ეს პატარა მონაკვეთი სუბარო გაივლის და მე უკვე დავიწყებს დაშვებას ტყით ტყეში დიდი არაფერი არ არის და წნარად დავეშვებით რა ჯამში ყველაფერი და ჩვენთვის არ არის დიდი არაფერი თორე დაბლებისთვის მოსახლეობები იქნება რთული იმას ჯობია რაც არა გამოიარეს თავისთავად ჯამში დავხარჯეთ 920 აკვდა მაშინი გამოვედით 5 საათ ნახევარი დავხარჯეთ ჯერ ბოლომდე არ ჩავსულართ ალბათ კიდევ ნახევარ საათს დავახარჯოთ მე 1 საათს მგონია ხო ნუ მინიმუმ 6 საათი დაგჭირდება და ზოგან ალბათ მიკროფონი კაი ვერ იქნება მაგრამ ეს გაგუთვალისწინეთ დავაწერთ რა ესეთ სიტუაციაში შეიძლება ხმა მთლად ვერ ვარგოდეს და სამაგიეროდ კადრები ქეთიმ ძალიან ბევრი სურათიც გადაიღო, ბევრი ვიდეოც გადაიღო და ჩემი აზრით მაგარი ეპიზოდი იქნება და ესეთი ეპიზოდები კიდევ რო იხილოთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. მშვიდობები? არა, გავახსენე. რადგან ჩვენ არხს ვინც უყურებს 90%-ს არ აქვს მოკლედ ჩვენი არხი გამოწერილი და ჩვენთვის ეს мотиваციაა, თქვენი ლაიქები, კომენტარები და გამოწერები. ვეცდებით კიდევ უფრო მეტი ესეთ საინტერესო ეპიზოდი შემოგთავაზოთ. დავასრულეთ დღევანდელი ეპიზოდი, ჩამოვედით მშვიდობით, ყველა საბურავების დავბერეთ, პატარა პურმარილიც ქონდა, იმიტომ რომ დავიღალეთ. ჯამში დაგჭირდა ალბათ 7 საათი. ნუ დილის 9-ის ნახევარზე გამოვედით და რომელია ხანდა? 6 დაიწყო. ხო, რაღაც ეგრე. მოკლედ დიდი ხანია ძალიან მოვდივარ, შეიძლება 7 საათზე მეტიც. ჩვენ დიდად არაფერი არ გაგვიჭირდა, ალბათ 40 წუთში ჩამოვიდოდით, მაგრამ კაი ხალხი შეკვდა, გავიცანით ერთმანეთი ძალიან კარგად გავერთეთ გზაში. ისთვისაც მადლობა მინდა მოუხადოვნათ და ერთმანეთს დავეხმარეთ. რავი, Wrangler საერთოდ არაფერი არ გაუჭირდა, ძალიან თამამად დადიოდა და
ძალიან ბედნიერი ვარ, მოკლედ, რომ ამ ხალხს დავეხმარეთ და მანქანაც გამოვცადეთ. დიდი მადლობა აქამდე თუ გვიყუროთ და მოხვედით. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და გაგვიხარებთ თუ კომენტარსაც დაგვიწერთ. წინ კიდევ ბევრი უფრო საინტერესო ეპიზოდი გვექნება. დარჩით ჩვენთან.